ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისკენაა მიმართული, პარლამენტში სავარაუდოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში დაინიცირდება. ქართული ოცნების მიერ წარდგენილ ახალ ინიციატივას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ცვლილებების მიხედვით საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, აიპებში, სიპებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ ადამიანებს იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ კანონიერ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისთვის, მათ ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ, მიუხედავად იმისა, იქნებიან თუ არა საჯარო სამსახურში დასაქმებული. საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა პრეს-რელიზი, სადაც მუხლობრივადაა მითითებული, რომელ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის აქტიური დაკვირვება განხორციელდება. თავისების ეგრეთ წოდებული გასაპარსად უნდა თუ ისთვის უნდა. ხო ალბათ აი ეს თავისი ვინც ფული მოპარა და ეხლა მაგის ძიებით არის დაკავებული დღეს რეჟიმი, ალბათ იმათგან რაღაცა წლების წინ შენაძენი ქონების ამოღებაც უნდა. დღეს მდგომარეობით ჩვენ არ გვაქვს სასამართლო, არ გვაქვს სამართლიანი სასამართლო და როგორ შეიძლება აი ამ ყველაფრის შეფასებაზე რამე დადებითზე ვილაპარაკო. აზრი არ აქვს ასეთ კანონმდებლობებს, რომ ამ ქვეყანაში კორუფცია არის დაშვებული. პირდაპირ მნიშვნელობით დაშვებული და ამ ქვეყანაში არის შერჩევითი მიდგომები ჭალებში კორუფციასთან დამოკიდებულები. პოლიტიკური მართლმსაჯულება რადგან არის ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა ის ადამიანებიც კი, რომლებიც ამ სისტემაში შეიძლება გახდნენ რაღაცა დააბრალონ ან რაღაცა ბრალი წაუყენონ, ისინიც კი იმსახურებენ სამართლიან სასამართლოს. სისტემა უნდა არსებობდეს ქვეყანაში ისეთი და სიტუაცია უნდა არსებობდეს ისეთი და დაუჯერების სიღრმე მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ისე, რომ არავის აზრად თავში არ მოვიდეს მსგავსი ნაბიჯი გადაეცა. ან არ წავიდეს საჯარო სამსახურში, თუ დაბრუნებული არ არის თავის თავში, რომ ასეთი ნაბიჯების გადაგებისაგან თავში შეიკავოს ან საერთოდ გააკეთოს. აი ეს არის თავი, აი ეს კანონიც ამის გამოძახილია. ეს არის ველის დანახვა. სადაც წარწერა არის, თხილად ველი დანაღმულია. თუ ვინმე გიჟი ვერ მაინც ადგება და ამ ველზე შევარდება, ის აუცილებლად აფეთქება ამ ნახვის. ესეც არის ამ ნახვის ნაწილი.